მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს. Როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, გასულ წელს სახელმწიფო პროგრამებიდან და შესყიდვებიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა. Ამასთან ანგარიშის მიხედვით 2026 წლიდან იცვლება სახელმწიფო შესყიდვების მოდელი, რომელიც ეგრეთ წოდებულ თეთრ სიაში მოხვედრის განსხვავებულ კრიტერიუმებს აწესებს. კიდევ ერთი სიახლე ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა, რომელიც მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებს უზრუნველყოფს. თემაზე მარიამ ბერძენიშვილი მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. მარიამ, უფრო დეტალურად რა წერია ანგარიშში? მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ანგარიშში ძირითადი აქცენტი სახელმწიფო შესყიდვებზე კეთდება, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა 2025 წელს დეპარტამენტის ჩართულობით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან და შესყიდვებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე დაიზოგა. ამასთან, როგორც დოკუმენტში წერია, 2026 წლიდან სახელმწიფო შესყიდვების განსხვავებული ახალი მოდელის ამოქმედება იგეგმება, კერძოდ საუბარი არის ეგრეთ წოდებულ თეთრ სიებზე და აქ განსხვავებული კრიტერიუმებით მოხდება კომპანიების შესვლა, ასე ვთქვათ, თეთრ სიებში, ანუ კომპანიებს მოუწევთ გაზრდილი საბანკო გარანტიების წარდგენა, როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ცალკეულ შემთხვევებში და რიგ შემთხვევებში კომპანიები არ ასრულებდნენ ნაკის ვალდებულებებს და ამ დროს სახელმწიფო ზარალდებოდა. საბოლოო ჯამში კი 2029 წლიდან ამ ეგრეთ წოდებული თეთრი სიების საერთოდ გაუქმება არის დაგეგმილი. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებს უზრუნველყოფს, ანუ ორგანიზაციები თავად აღარ გამოაცხადებენ ტენდერებს და ასე ვთქვათ, მთლიანად პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით აღნიშნული ორგანო აიღებს. როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, მათი საქმიანობის მთავარი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ მოახერხოს პროცესებში ჩართვა, იყოს უფრო კონკურენტული გარემო, რაც იქნება უფრო მეტად გამჭვირვალე და კომპანიებს უფრო მეტად შეეძლებათ ერთიანად ჩაერთონ ამ პროცესში, იყოს ყველაფერი გამჭვირვალე და უფრო ეფექტიანად მოახერხონ მუშაობა. თუკი ადრე მთავრობის ადმინისტრაცია ითანხმებდა მხოლოდ ავტომობილების კომპიუტერული ტექნიკის და ავეჯის შესყიდვას, დაემატა უმნიშვნელოვანესი სამშენებლო მიმართულება და ამაზე ზედამხედველობა, წინასწარი შეთანხმება, სანამ გამოცხადდება ზოგადად სამშენებლო პროექტები და ტენდერები. ეს არის ჯამში მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს თუ ავიღებთ 4 მილიარდის შესყიდვებზე არის საუბარი, ასევე დაემატა სპეცტანსაცმელის შესყიდვები და ასე შემდეგ, ანუ გაფართოვდა ის წრე იმ კოდებისა, რომელსაც ითანხმებს მთავრობის ადმინისტრაცია, ჯამში შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მხოლოდ 6 თვეში საქმიანობის ეფექტმა მოხდა 300 მილიონ ლარამდე დაზოგვის შესაძლებლობა. ეს გახლავთ ძირითადად დაუსაბუთებელი შესყიდვები, გამომართავი ტექნიკური და სატენდერო დოკუმენტაციები, რომლებიც დაუბრუნდა შემსყიდველ ორგანიზაციებს. ეს არის პირდაპირი ეკონომიები, რომლითაც ჩვენ მივაწოდეთ ალტერნატიული მოსაზრება, რომ შეემცირებინათ კონკრეტული ღირებულებები და ძირითადად ეს თითოეული ლარი მიმართული იქნება შესაბამის ეკონომიაში. ასევე მნიშვნელოვანია შესყიდვის სპეციალური წესი, რომლის ფარგლებში ჩვენ ყველა სახელმწიფო კომპანიისათვის ერთი შესყიდვის წესი დავადგინეთ და ამის შედეგად 100 მილიონი ლარი უკვე გადავიტანეთ შესყიდვის სპეციალური წესიდან საჯარო შესყიდვებში, რაც ძალიან დიდი ეფექტი ექნება ავაჭრობის დროს. საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს არაერთი საკანონმდებლო და სისტემური ცვლილება, რამაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო სახსრების უფრო ეკონომიურ და ეფექტიან განკარგვას. მადლობა, პირდაპირ ეთერში მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა.